ადამიანით ვაჭრობის, იგივე ტრაფიკინგის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა და ყველგან. მათ შეიძლება შეხვდეთ ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიც არის აეროპორტი ან რკინიგზის სადგური. ადამიანით ვაჭრობა ხდება იქაც, სადაც არ ველით, რესტორანში, სასტუმროში ან სხვა მსგავს სივრცეში. საჯარო სივრცეების გარდა სექსუალური ექსპლუატაციის და შანტაჟის საფრთხე მაღალია ციფრულ სამყაროშიც, სადაც ხშირად მსხვერპლი არასრულწლოვანია. ტრაფიკინგის მსხვერპლები ასევე ხშირად ხდებიან საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ფულის მარტივად გამოძალვის მიზნით მოძალადეები მსხვერპლად უმეტესად ბავშვებს ირჩევენ. მსოფლიოში ტრაფიკინგის გამოვლენილ მსხვერპლთა შორის ყოველი მესამე ბავშვია. ადამიანით ვაჭრობა უმეტესად ჩვენს თვალწინ ხდება, ჩვენს მშობლიურ ქალაქში, სოფელში, ჩვენს სოციუმში და გარემოში. დაშინების, შანტაჟის და უმწეობის გამო ხშირად მსხვერპლი ვერ ითხოვს დახმარებას. ის რომ შენი შვილი, და, ძმა, დედა, მეგობარი იყოს, როგორ მოიქცეოდი? დააკვირდი ნიშნებს და იმოქმედე. ერთად დავამარცხოთ ადამიანით ვაჭრობა. დარეკეთ ხელი-ხაზის ნომერზე 112 ან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცხელ ხაზზე 116 006.